განათლების მინისტრი რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. კივი მიხანაძემ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და რეფორმის განხორციელების პროცესში მათი მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსთავის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც მისივე თქმით თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაიქმნება. შეხვედრის დასასრულს მშობლებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს. Ახლობებით 400 მშობელს გაუზიარეთ დეტალური ინფორმაცია განათლების სფეროში, კერძოდ კი უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების თაობაზე. შეხვედრამ როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საზოგადოების მხარდაჭერა რეფორმებისადმი, მისი აქტუალობის ხაზგასმა და რაც მთავარია მზაობა იმისა, რომ მშობლები, საზოგადოება მთლიანად ჩართული იყოს ამ რეფორმის განხორციელებაში, რამე თუ ის ყველაზე ძვირფას ადამიანებს, ჩვენ შვილებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება. დარწმუნებულია, რომ ყველა ამ დარბაზში მონაწილე და დამცრე პირმა მიიღო ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც სამინისტრო მომავალი რეფორმების ფარგლებში აპირებს. შეხვედრა განათლების მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩვენთვის, როგორც მშობლებისთვის, რადგან განხილულ იქნა განათლების სისტემაში დაგეგმილი სამომავლო რეფორმები, როგორც ზოგადი განათლების, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ განათლების სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული ხარისხზე, სწავლების ხარისხზე.